გამარჯობათ, მოგესალმებით, მე გახლავართ სირათელოიანი, რომელსაც ყოველ 4 შაბათს 5-ის ნახევარზე მიმყავს გადაცემა. ჩემ გადაცემა არის ავტორო და ქვია სამშობლო და ღირსება. ბევრჯერ ყოველთვის ვიმეორებ. სამშობლოს დაცვა უნდა ყველა მოქალაქისაგან, მოქალაქეს ღირსება კი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებიდან და მმართველი პარტიისგან, სამართალდამცავი სისტემისგან და ასეთი ადამიანები დაზარალებულები დღეს ჩვენ ძალიან ბევრი გვყავს სამწუხარო და სავალალოდ, რომელთა ღირსებას ფაქტიურად ზოგჯერ შეიძლება რომ წერტილი დაუსვა და აღუდგინო თუ მოინდომებ, თუ იქნება პროფესიონალიზმი, თუ იქნება სული, თუ იქნება გული და მე ვფიქრობ რომ შეიძლება რომ ეს ცოტა ჩვენ შევამციროთ და გამოვნახოთ გზები იმ სისტემიდან, საიდანაც ეს ხალხი დაზარალებულია აბსოლუტურად და დაბნეულები რომ დადიან. დღევანდელი ჩემი სტუმარი ამ თემასთან რა თქმა უნდა არის დაახლოებული, იმიტომ რომ აქაც ღირსებაზეა საუბარი, აქაც სამშობლოს მდგომარეობაზეა, იმიტომ რომ რა ხდება გლობალიზაციაში, რა ხდება ნიადაგში, რა ხდება წყალთან დაკავშირებით და ჩვენ გვყავს დღეს ჩვენი ობიექტივისთვის და საერთოდ საქართველოსთვის მე პირფერობა არ მიყვარს ყველა მიცის, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი და ადამიანი ქალბატონი მარინა გიორგობიანი, ქალაქ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი, ჰიგიენისტი. ქალბატონო მარინა, იცით რომ მართლა საზოგადოებიდანაც იყო ეს თხოვნა ჩემს მიმართ, რომ სად არის, რატომ არ ეხები ამ საკითხებს და ამისათვის მე გადავწყვიტე ეს, რომ თქვენ აუცილებელ საჭიროებას მოითხოვს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომ გაიგოს რა ხდება საერთოდ ჩვენთან გარშემო, რა საკვებს მიირთმევენ, როგორი წყალია, როგორი ზეცა, დათბობა, სიცივე, რაღაცა გარეულ მეზობელ ქვეყნების დონეზე წავიდა უკვე სიცივე, იმიტომ რომ მაისის თვეში ხილი ყველაფერი ეს ძალიან მაგრად იყო საქართველოს გამდიდრებული და ყველას ესუხაროდა. აი შეცვლილი პროდუქცია, რომელსაც სოფლის მეურნეობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო ჩვენი ქვეყნის პროდუქცია. დღეს ვხედავთ ცოტა სხვა სახეს. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით მე პირადად და ჩვენი მსმენელი, თქვენი გამოცდილება, თქვენი შეხედულება და ეს ყველაფერი იმუშავებს იმ პროფესიონალიზმზე, რომელსაც ამ დარგის წარმომადგენლები უნდა ფლობდნენ და სახელმწიფოს გაძლიერებაში ხელს უწყობდნენ. გთხოვდით. მოგესალმებით, ქალბატონო ცირა. დიახ, მადლობთ. გილოცავთ ახალ შენობაში გადმოსვლას, მშვენიერი აქაურობა და გისურვებთ წარმატებებს. თქვენ ყოველთვის შინაარსიანი გადაცემები გაქვთ, თქვენი საავტორო გადაცემა აინტერესებს მოსახლეობას და მადლობას მოგახსენებთ, რომ მე პატიჟებით ხოლმე მართალია მე ხშირად ვერ ვახერხებ თქვენთან მოსვლას, ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს, მაგრამ როგორც კი შევძლებ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვსტუმრობთ და დღეს სწორედ მინდა აი ეს თქვენი საუბარი, რომელიც მანამ შემოვიდოდით სტუდიაში ჩვენ მქონდა, გავაგრძელო და მოგახსენოთ, რომ მართალი ბრძანდებით ძალიან შეიცვალა გარემო, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს გლობალური დათბობის და კლიმატის ცვლილებების ფონზე ძალიან ბევრი ცვლილება მიდის გარემოში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ექიმები და განსაკუთრებით პროფილაქტიკური დარგის მედიცინის მუშაკები მოწოდებულები ვართ, როგორც პიროვნების, ცალკეული პიროვნების, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებისათვის და აი ამ ფონზე, როდესაც შეცვლილია ასე გარემო, ჩვენ გვჭირდება სწორედ მოსახლეობასთან ძალიან ხშირი, აუცილებელი და სერიოზული კონტაქტები. რას ვგულისხმობ?
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აი თქვენი საქმე იმდენად რამდენადაც ინფორმაციის მიტანა მოსახლეობასთან და განსაკუთრებით იმ მოსახლეობასთან, რომელიც ფაქტიურად სახლშია თქვენს გადაცემებს ამ პერიოდში უსმენს შუახანის გადაცილებული ხალხი, განსაკუთრებით დიდი გამოცდილების მქონე და მათ კარგად მოიხსენებათ, რომ თუ გარემო არის ჯანმრთელი, მაშინ ჯანმრთელი იქნება მოსახლეობაც და ასეც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით საერთოდ ჯანმრთელობა ეს არის სრული ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობა. აი სოციალური კეთილდღეობა ძალიან ბევრად არის დამოკიდებული და რატომაც არა ფიზიკურიც და სულიერიც გარემოსთან და ასეც არის ჯანმოგეუბნება რომ ჩვენი კეთილდღეობა ანუ ჯანმრთელობა 20%-ით არის განპირობებული გენეტიკით როგორი მშობლები ყავს დედა, მამა, ჯანმრთელობის თვალსაზრისით წინაპრები ისეთი 20%-ია გვაქვს გარანტირებული გენეტიკურად. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ქართველებს ესეთი გამოთქმაც კი გვაქვს კარგი ოჯახიშვილობა და სხვა ერებშიც არის ოჯახიშვილობას დიდ ყურადღებას აქცევდნენ და აქცევენ ეხლა ცოტა ნაკლებად, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქ რა თქმა უნდა გენეტიკური ფაქტორებიც იგულისხმებოდა. არა სიმდიდრეზე იყო აქცენტი, არამედ ოჯახიშვილობა და ახლა კარგი ოჯახიშვილობა სიღატაკეს არ ნიშნავდა და აქ ბევრი რამ გათვალისწინებული იყო გენეტიკური დაავადებები, ფსიქიური აშლილობები და ასე შემდეგ. ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ. თუმცა თქვენ ბრძანეთ რომ გარემოს აქვს მნიშვნელობა. დიახ 20% ჩვენი ჯანმრთელობის და მოსახლეობის ჯანმრთელობის არის დამოკიდებული გარემოზე. გარემოში იგულისხმება ჰაერი, წყალი, ნიადაგი, საკვები პროდუქტები. აი ეს მნიშვნელოვანია რომ საკვები პროდუქტებიც გარემოში შედის. ყვება უკვე ცხოვრების წესია. აქედან გამომდინარე, რადგან ასეა განსაზღვრული რომ 20%-ია გარემოს წვლილი ჯანმრთელობაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, წყლის სისტემების განსაკუთრებით ნიადაგის და აი ეს ჯაჭვი მთლიანად მერე თავს იყრის რასაკვირველია კვების პროდუქტებში და სწორედ ეს სისტემა მთლიანად ეკოსისტემა 20%-ით აპირობებს ჩვენს ჯანმრთელობას. 50% ჩვენი ჯანმრთელობისა არის განპირობებული და დამოკიდებული ცხოვრების წესზე. როგორ ცხოვრობთ, რას ვჭამთ, რამდენს მივირთმევთ, როდის, რამდენჯერ, როგორია ფერისუნიგემო ორგანოლეპტიკა საკვების, მოგწონს თუ არა, როგორ არის დამზადებული, ვინ დაამზადა. ძალიან დიდი ხანია ცნობილია რომ თუ სიყვარულით და სიხარულით, მონდომებით ამზადებს დიასახლისი საჭმელს, ის ძალიან გემრიელიც გამოდის და პირიქით. აქ ფსიქოლოგიას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, აქ უფრო ველებზეა ლაპარაკი, მაგრამ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ საკვები პროდუქტები არის გარემო და კვება უკვე ცხოვრების წესი, როგორ ვიკვებებით ეს სხვარი და რითი ვიკვებებით ეს კიდევ სხვა. ძალიან ხშირად მოსახლეობა ამბობს აი რას ვჭამთ, როგორ ვჭამთ, ხომ არ არის ეს მავნებელი. კი, ეს კითხვები არის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი. უნდა ვიცოდეთ რას ვჭამთ, რას მივირთმევთ, როგორია მისი ხარისხობრივი უვნებლობა. არის თუ არა შემცველი ვთქვათ სხვადასხვა შხამების, ისეთი ნივთიერებების, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე, მაგალითად პესტიციდები, იგივე სასუქები არასწორად გამოყენების შემთხვევაში, სასუქებმაც, პესტიციდებმაც, შხამქიმიკატებმაც, საყოფაცხოვრებო ქიმიის ძალიან ბევრმა სითხეებმა თუ გასასუფთავებელი თუ გასაპრიალებელი საშუალებები შეიძლება გახდეს
მიზეზი სხვადასხვა დაავადებისა, არა მარტო ალერგიებისა, როგორც ხშირად გვესმის ხოლმე, არამედ ძალიან სერიოზული გულსიზარდთა სისტემის, სასუნთქის სისტემის, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს გახშირდა და მოიმატა, გაახალგაზრდა ისეთი დაავადებები, როგორც არის დიაბეტი, როგორც არის ავთვისებიანი სიმსივნეები და კიდევ უფრო მეტი ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გამოჩნდა ისეთი დაავადებებიც, რომლებიც აბსოლუტურად არ იყო და ვერც აღნიშნავდით, არც ვიცოდით, არც სწავლობდით, მაგალითად აუტიზმი ბავშვებში, რომლებიც ფაქტიურად იმდენია, რომ დიაგნოზის დასმასაც ვეღარ აუდიან პედიატრები და კიდევ ჰიპერაქტიული ბავშვები, რომლებიც ფაქტიურად სრულიად განსხვავებული სამწუხაროდ მაჩვენებლებით ხასიათებიან და კიდევ ერთი სერიოზული საფრთხეა რასაკვირველია, როცა ვლაპარაკობთ ურბანიზაციაზე და აი ამ გლობალურ სისტემებზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ გლობალიზაცია და გლობალური პროცესები ხშირად არ არის კარგად გათვითცნობიერებული მოსახლეობის მიმართ და ეს ურბანულ პროცესებს რაც შეეხება, მით უმეტეს ურბანიზაცია კარგად მოგეხსენებათ, ეს არის სოფლის მოსახლეობის ხარჯზე ქალაქის მოსახლეობის გაზრდა, მაგრამ სწორი ურბანული პროცესები განაპირობებს და უნდა განაპირობებდეს ქალაქის ტიპის დასახლების ცხოვრების სტილის გადატანა სოფელში, რაც სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენთან ასე არ ჩანს. და ის სწორედ ეს პროცესები განაპირობებენ იმ უარყოფით ზეგავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რომელმაც მოგვცა სწორედ ეს დაავადებების ფაქტიურად ამოფრქვევა და გავრცელება. არაფერს ვამბობ ინფექციურ დაავადებებზე. თქვენ შემოსვლამდე საუბრობდით COVID-ის ინფექციაზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და იქნება სწორედაც ჩვენი დღევანდელი საუბარი და ტელეგადაცემები და საინფორმაციო გადაცემები სწორედ უნდა ემსახურებოდნენ მოსახლეობის გათვითცნობიერებას, მათ ცოდნის ამაღლებას, აი ამ არ არის აუცილებელი და ვერც მოვითხოვთ, რომ ყველა ადამიანი იყოს ტოქსიკოლოგი, ექიმი და მით უმეტეს სანიტარული ექიმი, მაგრამ ის ელემენტარული ჩვევები, ის ელემენტარული ცოდნა, რომელიც მოსახლეობას საკუთარი ჯანმრთელობის დაცვისათვის სჭირდება და ხელშეწყობისათვის სჭირდება, ეს აუცილებლად ასეთმა საინფორმაციო გადაცემებმა, შემეცნებითი ხასიათის გადაცემებმა უნდა აკეთოს. ასე რომ თქვენ ძალიან დიდ საქმეს ემსახურებთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგად ახსენეთ თქვენ ახლა სოფლიო ჯანდაცვის წარმომადგენლობის ხაზით და თქვენ როგორ ფიქრობთ? აი რაც ჩამონათვალი გააკეთეთ ახლა თქვენ ყოფილ სივრცეში აი ყველა ამ ჩამონათვლის დამცავი მექანიზმები სახელმწიფოს ჰქონდა. აი იცოდა უკვე ადამიანმა მაგალითად რა შემოდის ამ კუთხიდან, მეორე კუთხიდან საქართველოს ახლა ბევრი კუთხე აქვს და თავისებური პროდუქტი აქვს ყველგან. მაგრამ აი რა უარყოფითი გავლენა მოახდინა სანეპის სადგურების დახურვამ. აი ძალიან დიდი ეს რომ მოახდინა ეს თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ აი სწორედ საინფორმაციო საშუალებებით, იმიტომ რომ სკოლამდე ლაღზდაში, განათლების სისტემაში, სადაც ბავშვები იზრდებიან, იქ არის იცით რომ სასაუზმე, რომელიც ბავშვები იკვებებიან. აი ეს ყველაფერი რა დონეზეა თქვენი წარმოდგენით და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ არა ვართ ახლა ის ხალხი, რომ რაღაც კრიჭაში ვიყოთ და რაღაცა ნამდვილად არა, იმიტომ რომ ჩვენი როლი არის ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვაც. მარტო ჩვენი სამშობლოს და მოქალაქების კი არა, იმიტომ მათი ღირსების დაცვაც, იმიტომ რომ არის ისეთი პროფესიონალიზმი, რომელიც უნდა აღსდგეს, უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ.
თქვენ როგორც აი ამ დარგის მუშაკი როგორ იტყოდით ქალბატონო პროფესორო მე ასე ვიტყვი იმიტომ რომ ძალიან დიდი სიტყვა გეთქმით თქვენ თუნდაც იცით რა საცდელი ის იყოს პროექტი შედარება გაკეთეს აი არსებობს სანეპის სადგური და მისი დავალება და მის დაქვემდებარებაში ყოფი ესა თუ ის რეგიონი ან ქალაქი ქალბატონო ცირა სანეპის სადგური გავლილი პროცესია ეს უკვე აღარც აღდგება და არც არის საჭირო სანიტარული ზედამხედველობა თქვენ ალბათ მაგას გულისხმობთ სანიტარული ზედამხედველობა არის სხვადასხვა სტრუქტურებში განფენილი აქედან გამომდინარე თქვენ ალბათ ფიქრობთ რომ ის სტანდარტები რომელიც იყო გასულ საუკუნეში და ყოფილ საბჭოთა კავშირში დიახ ის ბევრი რასაკვირველია იყო ძალიან სწორი და ნორმალური მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში რასაკვირველია საჭიროა თანამედროვე მიდგომები თანამედროვე სისტემების თანამედროვე სამწუხაროდ არასწორი მიდგომები იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერის კონტროლი ნამდვილად არ შეიძლება ყოველ წუთში მაგრამ ის მაკონტროლებელი ორგანოები რომლებიც მონიტორინგს მაინც უნდა აკეთებდეთ თქვენ როგორც მოითხოვთ სანეპის სადგურებს ჯერ ერთი ეს სისტემა ვერ იმუშავებს მაგრამ სრულიად გეთანხმებით იმაში რომ უნდა კონტროლდებოდეს და სისტემაში უნდა იყოს ეს რასაკვირველი კონტროლი და არა ვისაც როდის სად მოუნდება შევიდეს და ასე რაღაც გასაგებია შოუები მოაწყოს მაგრამ მოდით ესე შევთანხმდეთ ჩვენ გვჭირდება სისტემა რომელიც იმუშავებს არა როგორც დამსჯელი არამედ და მაკონტროლებელი თუმცა კონტროლიც აუცილებელია მაგრამ ჯერ უნდა კარგად გააგებინო ეს იქნება ვთქვათ ბიზნესი ეს იქნება ჯანმრთელობის თანამედროვე სტრუქტურები ძალიან ბევრი კერძო კლინიკები, კერძო არაჩვეულებრივი საკმაოდ მაღალი დონის, მაგრამ მაკონტროლებელი ვთქვათ სისტემა, ხო? დღეს ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ გააკონტროლებს ჯანდაცვის სისტემას და არც არის სასურველი, მაგრამ თქვენ როგორც ბრძანეთ აი სანიტარული სამსახური, რომელიც დღეს არ მოქმედებს, ხო? ზედამხედველობის სამსახურებს აქვთ ეს გადანაწილებული და მათ უნდა აუცილებლად შეასრულონ ეს და ეს ცოტა სიმკაცრეც არის საჭირო, იმიტომ რომ არა მარტო ჯანდაცვის სისტემაშია, ვთქვათ, პრობლემები ამ მიმართულებით, არამედ ძალიან ბევრ სხვა მიმართულებითაც ეს იქნება მშენებლობები, ეს იქნება ბავშვთა, ვთქვათ, დაწესებულებები, კი ცდილობს ქვეყანა ძალიან ბევრია გაკეთებული სხვათა შორის სურსათის უვნებლობის სამსახურს აქვს საუკეთესო სისტემა და დამირწმუნება ალბათ მოსახლეობა იმდენად რამდენადაც იქ მოღვაწე ხელმძღვანელობა იქნება თუ რიგითი თანამშრომლები მათ შორის ჩემი ყოფილი სტუდენტები არიან საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის საკმაოდ კარგი დონის სპეციალისტები და იმედია რომ აი ამ სისტემას რასაკვირველია უფრო მეტი მოეთხოვება და მეტი იქნება რაოდენობრივობითაც, იმიტომ რომ მაშინ როდესაც ჩვენ კერძო სტრუქტურებს ვამოწმებთ, უნდა ვამოწმებდეთ, ცოტა სიტუაცია სხვანაირია, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურების და განსაკუთრებით ამ ბოლო დროს არის
კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებული რამდენად ვთქვათ ბიზნესი ამ მიმართულებით მუშაობს კეთილსინდისიერად. მე გეთანხმებით, დიახ, უნდა ვაკონტროლოთ ხალბატონო მარინა აი როდესაც გაქვს მოსახლეობასთან კონტაქტი მჟღავდება ფარული საქმიანობა. ნუ ეს თავისთავად რომელსაც ფაქტიურად ძალიან დიდი ალღო უნდა აუღო და ძალიან მაგრად უნდა ფხიზლად იყოს ის უწყება სადაც ეს მიმდინარეობს და აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს საოცრად მაგრამ საქმე იმაში გახლავთ რომ ყველაფერი იწყება პროექტირებიდან, ხო? ეს იქნება შენობა, ეს იქნება დასასვენებელი კურორტი და განსაკუთრებით მე მინდა სარეკრეაციო ზონების სანიტარულ მდგომარეობაზე გავამახვილო ყურადღება. ეს არის გზები არაჩვეულებრივია, ჩვენ ხედავთ რომ საოცარი ტემპით მიმდინარეობს მშენებლობა, სასიამოვნოა ძალიან ეს ყველაფერი და განსაკუთრებით ძალიან მაღალ დონეზე მიდის და იმედია ასე გაგრძელდება, მაგრამ ინფრასტრუქტურა რომელიც მას უნდა მიყვებოდეს სანიტარული თვალსაზრისით, ჰიგიენური თვალსაზრისით, ესეც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ მთლიანად გვაქვს აი სოფლის მეურნეობა, რომელსაც ესე იგი საზოგადოება ტოვებს, იქ არსებული საზოგადოება ქალაქისკენ, იმიტომ რომ იყოს ის საშუალება, რომ აი ის პროდუქცია, რომელსაც მოიყვანს და ის თავისუფლად ამას ისე გაყიდის, როგორც მის ინტერესებში შედის, როგორ დაამუშავა, ეს ყველაფერი ფაქტიურად ადგილო რეგიონალურ სისტემაში უნდა იყოს, მაგრად, იმიტომ სადაც მიწას ამუშავებს, ხო? ეხლა გლეხი არ მინდა თქვა, იმიტომ რომ ყველა ადამიანში მე უფრო ღირსებას ვხედავ ხოლმე, ვისაც ეს პროდუქცია მოყავს. რატომაც არა, გლეხი ეს არის გლეხობა, რომელზედაც იდგა ყოველთვის იდგა საზოგადოების და რაც მთავარია თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ სოფლის მეურნეობა ვერ იქნება ძლიერი თუ სოფელში არ იქნება მოსახლეობა და ხელშეწყობა. თავისთავად და ამასაც დავამატებდი რომ დიახ სწორედ სჭირდება გლეხსაც, ფერმერსაც ხელშეწყობა, განათლება, გვერდში დგომა, იმდენად რამდენადაც ვერ მოვთხოვთ რომ ის უნდა იყოს მაინც და მაინც პესტიციდების სპეციალისტი, მაგრამ გვერდში დგომა იმას გულისხმობს, რომ აუცილებელია მივაწოდოთ ის მინიმალური ცოდნა, რომ ის კი არა, რომ რაც მეტია პესტიციდი უკეთესია ან სასუქი, რასაც მეც შევიტანთ, ან რამდენსაც უფრო მეტად შევასხურებთ. ეს არა, რა თქმა უნდა, ჰიგიენაში ნორმა ყველაზე მთავარი და ტოქსიკოლოგიაში კიდევ ექსპოზიცია და დოზა. და რაც ყველაზე მთავარია, თუ ეს ჩვენ არ გვექნება და საკმაოდ სერიოზულია ამ სამუშაო ჩასატარებელი, მაშინ ჩვენ ვერ გავიტანთ პროდუქციას, ჯერ ერთი საკუთარი მოხმარებისათვის საჭიროა ჯანსაღი პროდუქტები, ჯანმრთელი მოსახლეობის და განსაკუთრებით ამ ბოლო დროს არასწორად წარმართული ეს საინფორმაციო ველი, რომ აი რას გვაჭმევენ და ჯერ კარგად უნდა გავიგოთ, რაზეა ლაპარაკი, რატომ მოხდა ეს და შემდეგ მოსახლეობას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. საკმარისია იმის ალბათ დაფიქსირება, რომ მოსახლეობაში აუცილებელია შემეცნებითი მუშაობა. ეს უნდა მოდიოდეს ეკოლოგიის მიმართულებით, განსაკუთრებით სკოლებში ასაჭიროა ალბათ სემინარები ტარდებოდეს რეგიონალურ სისტემაში, რომელიც თქვათ ბიოლოგიის გაკვეთილი ტარდება, ხო, სადღაც 10-15 წუთი ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი, განსაკუთრებით უკვე მე-4-მე-5 კლასის ზევით. პატარებს აუცილებლად პირადი ჰიგიენისა და თავისმოვლის საშუალებებზე უნდა utardebodეთ გარკვეული სწავლება. მე არ ვიცი, ახლა ამ ბოლო დროს არის თუ არა პირადი ჰიგიენის საკითხები შესული სასწავლო პროგრამაში, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, აუცილებლად პირველი კლასიდანვე უნდა
საკმაოდ სერიოზული მუშაობა. მთელი იაპონიის განათლების სისტემა არის ასეთ მოდუსზე, რომ პირველი 3-4 წელი არც ეკითხებიან ბავშვებს, მხოლოდ ასწავლიან როგორ ისწავლონ და როგორ იყვნენ ჯანმრთელები და ესეთი წარმატებულები თავის ცხოვრებაში და შემდეგ მესამე-მეოთხე დიახ, წარმატებული ვერ იქნება თუ არ იცის რა უნდა, თუ არ არის ჯანმრთელი და თუ არ იცნობს იმ სივრცეს, სადაც უნდა იყოს, ეს არის სახლი, ბინა, სასწავლო, უფრო მეტიც დასვენება, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობას ძალიან აკლია, გართობაზე არ ვლაპარაკობ. გართობაც აუცილებელია. დასვენება, ძილი, ნორმალური ენერგიის აღდგენა და განსაკუთრებით შრომის უფლება, მოსილება, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს ნამდვილად ნაკლებად აქვთ. მახსოვს მე, ქაბატონო მარინა, ახლა თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ყოფილ სივრცეს კი არ მივსტირიმე, მაგრამ ჩვენ უნდა განსაზღვროთ იმ მდგომარეობით, რამდენი რამხელა ქვეყანა ვართ, არა? ყველას უყვარს ეს ქვეყანა, იმიტომ რომ თქვენც დაბრძანდებით კონფერენციებზე, თქვენც ხედავთ გარე სამყაროსთან შედარებული ჩვენი ქვეყნის სილამაზე, თუნდაც აი ყოველდღიური ადამიანური რესურსი, რომელსაც ქალაქში ჩვენ ვხედავთ, მაგრამ ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ აღმოჩნდნენ ან ძალიან მაღალ დონეზე მაღალი ფენა, ან ძალიან დაბალი. და სწორედ სამწუხაროდ და სავალალოდ ამ მუშევრობამ წარმოქმნა აი ეს დაბალი ფენა, რომელიც ფაქტიურად განიცდის. იმიტომ როცა შემოსავალი არ არის, პენსია დაბალია, მედიკამენტი ძვირია, მოთხოვნები ისეთია, ხო და ბაზარში როდესაც შედიხარ, თქვათ, იქ სადაც უნდა იყიდო ეს პროდუქტი, ხედავ რომ გლეხი, რომელიცაც უამრავი ქონდა ადრე და დღეს 1 ვედროთი, 2 ვედროთი მოდის, რომ რაღაცა მოაღწიოს ქალაქამდე. ესაც კი შეიძლება ხვალ აღარ იყოს. ხო, იცით რომ ეს აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ ბიზნესის ხაზით გამრავლდა ეგრეთ წოდებული ბიზნეს ადგილები, ტერიტორიების შესყიდვა, რომელსაც თვითონ წეღანაც თქვი და ამისათვის არის სწორედ ის გუნდური შეთანხმება, იცით, სპეციალისტების. ეხლა ეპიდემიოლოგი ბრძანდებით თქვენ და ძალიან კარგად იცით, რომ ეს სიმონ ქიქოძის ქვეყანა არის, რომელსაც ზედმიწევნით იცოდა ყველა დეტალი ამ ეპიდემიოლოგიაში და ძალიან ხმამაღლა აფიქსირებდა ყოველთვის და ძალიან იცით რა კონტროლს ვერ ვიტყოდი, მაგრამ აი ცოდნის სიამაყეს გამოამჟღავნებდა თავის საზოგადოების წინაშე და ეს იყო ძალიან ფაქიზად და გლობალურად და პრინციპულად ნათქვამი ყოველთვის. შესაბამისი კონფერენციები იყო თუ რაც საჭიროებას მოითხოვდა იმ დროს. მე წეღან ვთქვი, რომ აი ფარული ჩვენს ყოფა ცხოვრებაში სამწუხაროდ წარმოიჩინა თითქმის ყველა დარგში. ფარული, აი როგორ გააკეთოს, რომ მეტი დარჩეს, მაგრამ მოსახლეობაზე, აი რომ მიიტანო, თუნდაც აი ხლა კარტოფილი როდესაც შემოდის, ხო? აი ხედავ რა, ძალიან სხვადასხვა ჯიშია და ვერ ერკვევა ადამიანების დიდი ფენა, მაგალითად ის რომელიც მიდის, ხო, არ აქვს იმდენი საშუალება, რომ მაგალითად ის იყიდოს ყველაზე ძვირიანი და რაღაცა და განსაკუთრებით მიდის და რა თქმა უნდა ისაც ყიდრობს, რომელიც შესაბამისად. თქვენ ალბათ გულისხმობთ ეკოლოგიურ ექსპერტიზას, ხო, რომელიც უნდა უტარდებოდეს. რა თქმა უნდა, როცა შემოდის პროდუქტი. მაგრამ იცით რა შეასაქმე, მართალი ბრძანდებით გლეხს უნდა რომ გაყიდოს თავისი და ძალიან კარგია მოწეული პროდუქციის გარკვეული ნაწილი, მაგრამ თქვენ ალბათ გინდათ თქვათ რომ როგორია ის გარემო წამოვიდეს, არ დატოვოს ხო, არა, ეგ კი, მაგრამ ცოტა გაუჭირდება ახლა თანამედროვე კონკურენციის პირობებში იმდენად რამდენადაც არის
საკმაოდ კარგად აღჭურვილი ტექნიკით ახლომდებარე ქვეყნებში და რასაკვირველია ესეთი წვრილი მეურნეობა ცოტა დაიჩაგრება, მაგრამ აქ მეორე ძალიან სერიოზული ამბავია, რომელიც გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულია და კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული არა მარტო გლეხი და არამედ მთლიანად შეიძლება თელმა დედამიწის მოსახლეობამ, როგორც მეცნიერები პროგნოზირებენ, საკვები პროდუქტების დეფიციტი დაიწყოს იმდენად, რამდენადაც თქვენ კარგად მოგეხსენებათ, აი ამინდი თქვენ მანამ შემოვიდოდი საუბრობდით, რომ ჭმებია, იქ თოვლი მოვიდა, ეს ყველაფერი პროდუქციის რაოდენობაზე და განსაკუთრებით თვისებებზე და შემცირდება, რა თქმა უნდა, თუ ასე გაგრძელდება და კლიმატი ისე შეიცვლება, რომ იქნება სულ ცივი ამინდები, სულ თქვათ ცხელი არის ესეთი მიმართულება გლობალური დათბობის მიმართ დამოკიდებულებაში, რომ მეცნიერები ამბობენ, რომ არა მარტო დათბება და ტემპერატურა მოიმატებს, არამედ გამყინვარებაც შეიძლება და ასეც პრინციპი სწორედ ასე მიდის, იმიტომ რომ თუ სამხრეთის ქვეყნებში იქნება წყლის ნაკლებობა და აქედან გამომდინარე და აქედან გამომდინარე გაუდაბნოება, ჩრდილოეთის ქვეყნებში იქნება გამყინვარება და გაუდაბნოებას და დაბალი ტემპერატურაც, მაღალი ტემპერატურაც და დაბალი ტემპერატურაც ეს არის საწინდარი იმისა, რომ აღარ იქნება პროდუქცია. აი სწორედ მეცნიერების და 21 საუკუნის ალბათ მოსახლეობის ერთ-ერთი აუცილებელი ცოდნის და გამოცდილების მიღება არის ადაპტაციის მექანიზმების ამუშავების მიმართულებით აუცილებელი. რატომ? ვერ შევცვლით ჩვენ პროცესს გლობალურ დათბობას, მაშინ უნდა გავაჩეროთ ტრანსპორტი, უნდა გავაჩეროთ გათბობის სისტემები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის და კიდევ მძიმე მრეწველობის საწარმოები, რომლებიც გამოაფრქვევენ იმ აირებს, რომლებიც სათბურის აირების სახით არის ცნობილი და მაშინ უნდა გაჩერდეს და დავბრუნდეთ გამოქვაბულში ვერ დავბრუნდებით. აქედან გამომდინარე საჭიროა ადაპტაციის მექანიზმების ამუშავება, ამ ამუშავებას კი სჭირდება ცოდნა. ცოდნა აბსოლუტურად ძალიან მაღალი დონის, ყველა მიმართულებით. ეს იქნება სოფლის მეურნეობა, ეს იქნება ეკონომიკა, ეს იქნება განათლება, ჯანდაცვა და ასე შემდეგ. ეს არის დღევანდელობის მოთხოვნა. მაშინ თუ ასე არ მოვიქცევთ, მაშინ მოგვიწევს სხვა პლანეტაზე გადასახლება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ქალბატონო მარინა, აი თქვენ ახსენეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ნეგატიურად უყურებს, იმიტომ რომ მე მესმის რომ ეს პოლიტიკური სივრცეა და თქვენ არ გეხებათ, მაგრამ რას გულისხმობთ, ქალბატონო? აი იცით რა, რას გულისხმობ, როდესაც ყოფილ სივრცეში რა თქმა უნდა იდეოლოგია იყო, არა, ყოველთვის იყო მთავრობიდან მოდიოდა იდეოლოგია, ერთპარტიული იყო, მაგრამ თითოეულმა ჩვენ ვინც ვიყავით ახალგაზრდები და ვინც ვერ ყვეოდით მსოფლიო ისტორიას, კითხულობდით, მე ძალიან დაახლოებული იყო ეს 16 ქვეყანა და ერთი მეორესთან კავშირები რაღაცნაირად იყო და რესპუბლიკებს გულისხმობთ? ბატონო, საბჭოთა რესპუბლიკებს გულისხმობთ? ხო, მაშინდელში მოძმე რესპუბლიკები, ეს კავკასია თავისთავად ცხადია, მაგრამ კიდე ის 16 რესპუბლიკა, რომელსაც კონფერენციები ტარდებოდა და უკეთესი რაღაცა ახალი ყოველთვის შემოდიოდა მე პირველ რიგში ჩვენთან საქართველოში, როგორც არ უნდა გაუკვირდეს და ვიღაცამ თქვას და სამსახურებიც ჰქონდათ, აბსოლუტურად ყველა იყო დასაქმებული და საშუალო ვინც არ მუშაობდა იმას საშუალო ფენა იყო, საშუალო ფენა იყო და აი ამ გლობალიზაციის ესე იგი მაშინ
თუ არ დაემორჩილებოდით რაღაცა, გეუბნებოდნენ რომ იცით რა, ანტიკომუნისტი დასჯადი იყო. კი, თუ ვინც არ მუშაობს, არ პლუს თუ რაღაცა ისეთი სამყაროდან რაღაცა ითქმეოდა, შენ ანტით რო გამოსულიყავი, როგორც ჩვენი ეროვნული მოძრაობის ხალხი და ისინი. გალბატონ ცირა, 21 საუკუნეა. ეხლა ამაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია. იცით რა შეასაქმე? იმდენად იქნება ეს გარემო. არა, მე რის თქმა ძალიან გარემოს დაიწყებს ამაზე ლაპარაკს და კონსოლიდაცია მაქვს საქმე. აი იმასთან მაქვს მე ახლა ეს კითხვა ისა რომ გლობალისტები, რომელიც ფაქტობრივად დღეს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არიან და ჩვენი აი ეს ღია მთავრობის დადგმა, აი ფეხზე დგომით რომ აჩვენა ეს მე მომწონს ძალიან, იმიტომ რომ არ დაემორჩილინენ ბევრ რაღაცაში, რასაც ეს გლობალისტები ფიქრობენ, რომ იცით რა, რახან პატარა ქვეყანაა, ის უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენ გვინდა. ეს უბრალო ენით ვამბობ, მაგრამ თანამედროვე და დემოკრატიული ხასიათის ისინი არიან განწყობილი, ნამდვილი ანტიდემოკრატები, რომელსაც არავითარი ფასეულობები არ აქვთ, არავითარი მომავალი მაგ სისტემას არ ექნება, მარტო ჩვენთან კი არა, მსოფლიოში, მაგრამ მე მიმაჩნია და თქვენც და ალბათ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე დამერწმუნებით, რომ მთავრობის პოზიცია მე მომწონს აი ამ პოლიტიკურ დარგში, იმიტომ რომ იცით რა, არის რაღაცები, რომელიც არ უნდა დასთმო, შენი ღირსება გარე სამყაროსთან, რომელსაც აი უნდა აჩვენო, მაგრამ შიგნით როდესაც ხელშემშლელი ფაქტორებია ძალიან ბევრი, მათ შორის მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი, ეხლა ჩვენ კი ვიცით, რომ აი გაემგზავრა ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ ეს ერთი 3-4 დღეა ჩემთან ზარებიც არ წყდებოდა რაღაცა ისიც რომ ანტით განწყობილი ადამიანები არიან. არ ვიცი რაზე ლაპარაკი. ნუ აი შეიძლება ისეთი გლობალური აცრები მოგვიწიოს, კიდე ინფექციები შემოვიდეს. ახალი ტალღა თქვენ მაგას გულისხმობთ? ახალი ტალღა, რომელსაც მოსახლეობა შიშით, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის ეს კარგად და მე მადლობელი ვიქნები თქვენ რომ აუხსნით აი ამ გლობალიზაციის ხასიათს და სხვათა შორის მე არ ვიცი ჩვენ მოსახლეობა მიცის თქვენ ალბათ იცით ამ 78 კონფერენციაზე ჯანგო ახსენეთ იმ კონფერენციაზე საერთაშორისო კონფერენციაზე ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა იქ და იმ სისტემის ხელმძღვანელმა მედლით დააჯილდოვა ჩვენი შინაგანს ისა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, მაგრამ თამბაქოს აკრძალვის და ამას გულისხმობთ? არა, გამოჩენილი კოვიდის დროს წარმატებული მუშაობისთვისაც და მართალი გითხრათ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ აი რაც შეეხება თქვენ რომ ახსენეთ რომ შეიძლება იყოს ახალი პრობლემები გამოწვევები, რომლებიც აი ამ ანტიდემოკრატებისაგან არ ვიცი ხლა რას გულისხმობთ ანტიდემოკრატებში, ვის გულისხმობთ. ყოველ შემთხვევაში მედიცინა ამას ვერ ეთვისება, მით უმეტეს საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ჩვენ ერთი მიმართულება გვაქვს, ჩვენ მოსახლეობის ჯანმრთელობას ვემსახურებით. აქ იმან რა თქვა, ამან რა თქვა და ვის რა თქვათ ინტერესები აქ არ არსებობს ექიმებისთვის ასეთი რამ თქვათ ინფექციები, ხო? არის კოვიდის ინფექციას ფაქტიურად სჭირდებოდა და ნამდვილად თუ იქნება ამის აუცილებლობა, სჭირდება ძალიან სერიოზული დამოკიდებულება ორი მხრივ, ერთი პრევენცია და მეორე მკურნალობა, ხო? პრევენცია გასაგებია თუ ვირუს ვებრძვით, ვირუსის თვისებები უნდა ვიცოდეთ, მისი გავრცელების არეალი ცოდნა იმისა თუ როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ მისგან დასწრებულებება, მაგრამ მკურნალობა კიდევ უფრო სერიოზული თანამედროვე მეთოდებით, რასაკვირველია აქ იქნება ნანოტექნოლოგიებიც ძალიან ინტენსიურად ჩართული.
თუმცა მოსახლეობას აუცილებლად უნდა გავაგებინოთ, გავაცნობიეროთ თუ რატომ ვითხოვთ ამის გაკეთებას. თქვენ ახსენეთ რომ რაღაც დაძალებით და რაღაც დაძალებით არა, ესე ეს ამას მოითხოვს ექიმთა ერთი ჯგუფი საზოგადოება. რაზე ლაპარაკობ? ნუ აცრებთან დაკავშირებით, ხო, აი ახალი ინფექციები რომ აი მოსალოდნელი შესაქმე არის ძველი ინფექციებიც რომელსაც მხოლოდ აცრების საშუალებით ვებრძვით მაგალითად თქვენ კარგად მოგეხსენებათ წითელას პრობლემა რომელიც დღეს მსოფლიოში ისევ აქტიური და აქტუალური გახდა რატომ? იმიტომ რომ დაერღვა სისტემა აცრების კიდევ უფრო შორს შეიძლება წავიდეთ და შეიძლება გახდეს აუცილებელი ისეთი ინფექციების წინააღმდეგ აცრების ჩატარება, რომელიც ფაქტიურად პოპულაციის გამრავლებისთვის არის მნიშვნელოვანი და აქაც ძალიან საყურადღებოა მოსახლეობის განათლება. თუმცა არის, რა თქმა უნდა, არის ისეთი საზოგადოება, რომელიც ებრძვის ყველაფერს და რას ებრძვის თვითონაც არ იცია, ხო? მედიცინაში ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს არ მიგვიყვანს კარგ მედიცინა ძალიან ხშირად იზომება სისტემა, თქვათ ტოქსიკოლოგია, იზომება. ის პესტიციდები უნდა შეიტანო ამდენი ასე დროს ასეთი სისტემით. თუ არა, ის ორგანიზმზე იმოქმედებს უარყოფითად, მოიწამლება, იქნება მწვავე მოწამლები და ქრონიკული მოწამლები. პესტიციდები იქნება ეს თუ საღებავები თუ მოსაპირკეთებელი საშუალებები. მაგრამ როდესაც ინფექციებზეა ლაპარაკი, არის ინფექციები, რომლებიც ჰაჭვეთოვანი გზით გადადის, რომლებიც კონტაქტი გადადის, რომელიც შეხებით გადადის, რომელიც სქესობრივი გზით გადაეცემა. აი ამის ცოდნის გავრცელება აუცილებელი მოსახლეობაში და არა რაღაც თქვათ გატარება მკაცრი რაღაც ღონისძიებების თვითონ ექიმები როდესაც საუბრობენ ღია საინფორმაციო განათლება არაფრით არ შეიძლება თუ არ განათლებ და არ გააღრმავებ ცოდნას მოსახლეობა ის სამკურნალო საშუალებების გამოყენება ის პრინციპებზე კი არა რომ მან უნდა იცოდეს რომ ის რასაც თქვათ ვირუსის წინააღმდეგ არის თქვათ მოწოდებული ის ბაქტერიის წინააღმდეგ ვერ იქნება და პირიქით აქ ძალიან სერიოზული და ისეთი ნიუანსებია როდესაც არის თქვათ იგივე ანტიბიოტიკების გამოყენების არასწორი ეს არ ნიშნავს რომ ანტიბიოტიკი არ უნდა გამოვიყენოთ ეს მეორე უკიდურესობაა ანტიბიოტიკი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული იმ სიტუაციაში როდესაც ანტიბიოტიკი იმოქმედებს ვირუსზე რა თქმა უნდა არ იმოქმედებს ეს ცნობილი ალბათ მოსახლეობამ იცის, მაგრამ ვირუსით დაწყებული ინფექცია შეიძლება გართულდეს ბაქტერიული, თქვათ, მიმდინარეობით და ბაქტერიას ვერანაირად ვერ შეებრძოლები თუ ანტიბიოტიკი არ იხმარებ, მაგრამ ის ანტიბიოტიკიც უნდა დანიშნოს ექიმმა იმ დოზის, იმ რაოდენობის, იმ ხანგრძლივობით, რომელსაც თქვათ მოითხოვს ესა თუ ის ინფექცია. ასე რომ მოსახლეობას თავისთავად სჭირდება განათლება, მაგრამ პროფესიონალების გარეშე ამ საკითხების გადაწყვეტა თითქმის წარმოუდგენელია. ძალიან კარგად თქვენ ჩვენ მსმენელს და ჩვენ საზოგადოებას მიაწოდეთ ყველა ინფექციის მიმართ კი არა საერთოდ მოსალოდნელი ტრაგედიული მდგომარეობები რომელიც ჩვენ გავიარეთ ახლა 19 წლიდან ხო ეს აშინელება იყო მაგრამ მაინც ვაჯობეთ ხო კოვიდს რა თქმა უნდა ხო და აქედან გამომდინარე ნუ ამას უწყობს ხელს თავისთავად ადგილმდებარეობა საქართველოსი და ამიტომ არის გასაფრთხილებელი ჩვენი ქვეყნის თითეული ტერიტორიის თითეული ნაწილი აი იმისათვის კი არა რომ იცი რა ადამიანმა აი ხვალ და ზეგ თქვას იცი რა მე ამდენი გავაკეთე არა იმიტომ ვინც აკეთებს ის არასოდეს არ ლაპარაკობს ის წყნარად თავის საქმეს აკეთებს და სახელმწიფოს აბარებს იმ სისტემის მონაპოვარს რასაც ქვია თქვათ ამ შემთხვევაში ეპიდემიოლოგიის ამა თუ იმ დარგის ამაღლება და თქვენ როგორ ფიქრობთ აი თქვენი დარგის სისტემის
იმიტომ რომ ხომ როდესაც დიდი იყო ეს ფენა, ძალიან ბევრი იყო ეპიდემიოლოგები და როდესაც დაიკეტნენ ასე უმუშევრები დარჩნენ, რა თქმა უნდა სხვა ხაზი წავიდნენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, დღეს სჭირდება ქვეყანას აი ამ ხაზით იცით რა გაძლიერება სჭირდება კიდევაც და არის ამისი შესაძლებლობაც მოთხოვნაც და შესაძლებლობაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფაკულტეტი რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი ქვია სწორედ აი ამ მიმართულებით ამზადებს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს ეს არის ბაკალავრიატის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ქალბატონო ცირა რომ იცოდეთ როგორი გათვითცნობიერებული, როგორი მონდომებული და განსაკუთრებით იცით ჩვენი თაობისაგან განსხვავებული მოტივირებული ახალგაზრდობა მოდის. მათ ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. საკმაოდ კარგად იციან რა უნდა აკეთონ და რა უნდათ რო აკეთონ და ამის შესაძლებლობა ნამდვილად ჩვენს უნივერსიტეტში არის და რატომ? აქ მოდის ახალგაზრდობა საკმაოდ მაღალი ბარიერით და იქ არის სწავლო არ შეიძლება ის ცოდნა და მით უმეტეს შესაძლებლობები არის ძალიან ფართო 21 საუკუნე ეს არის ტექნოლოგიების და თქვენ წარმოვიდგინეთ და ინფორმაციის მიღების საკმაოდ დიდი შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდობა ისე კარგად არის დაუფლებული რომ დღეს რომ ჩაიხედოთ მათ თქვათ საქმიანობაში მე ვამბობ რა იცით საზოგადოებას სადაც ეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩვენი სტუდენტები ეხლა ისეთ თემებს ამუშავებენ რომელიც მაგალითად ჩვენი ვთქვათ 5 თუნდაც 6 წლის წინ შეუძლებელი და წარმოუდგენელი იქნებოდა. ესე რომ მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი მომავალი თაობა საქართველოს ისე მოუვლის ჩვენს ქვეყანას, ესენი მოუვლიან ძრიერად ყოფაცხოვრებასაც და ჯანმრთელობასაც რასაც ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ამ ჩვენი აი 4 წუთი დაგვრჩა ქალბატონო მარინა მე მადლობელი ვარ თქვენი ასეთი იცით ყველა დეტალის გაშუქებისათვის და განვითარებისათვის ის ვინც ჩვენი მაყურებელი გვისმენს და მით უმეტეს სოფლის მოსახლეობის დაცვის მხარეა იცით რატო იმიტომ რომ ძალიან საყვარლები არიან აი თავიანთი ჭირნახობით როდესაც თბილის მოდიან ხო და უდიდესი შემოსავალი შეიძლება რომ მათ კონდეთ და მე ვფიქრობ რომ ეს უკვე ეპიდემიოლოგების საქმე არა ეს არის რეგიონალური სისტემის ხელმძღვანელის ხო რა თქმა უნდა დახმარება აუცილებელია და ჯანდაცვის სისტემაც თუ ჯანმრთელი არ იქნება მოსახლეობა მას შრომის უნარიანობა არ ექნება და ვერც მოსთხოვ კონდეს ისეთი დიდი მოსავალი რომელიც დააკმაყოფილებს არა მარტო ჩვენ საზოგადოებას არამედ გავიტანტკიდებას და რატომაც არა ისეთი პროდუქცია როგორიც არის თაფლი ღვინო პროდუქტები განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ჩვენი ღვინით დაინტერესდნენ და განსაკუთრებით ეს საამაყოც არის ისეთი ქვეყნებით სადაც ღვინოს ასე ფართოდ არ მოიხმარდნენ და ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი ისტორიული წარსულის თუ დღევანდელობის მაჩვენებელი წარმატებების მაჩვენებელი იმიტომ რომ წარმატება ეს არის დიახ ჯანმრთელობის საწინდარი გისურვებთ ჯანმრთელობას მე მაინც თქვენი სახით მინდა რომ თქვენ მოეფეროთ ჩვენ რეგიონალურ სისტემის წარმომადგენლებს ფარხმალი რომ არ დაყარონ არ ქონდეთ ის იმედი რომ იცი რა ჩვენ მოგვერევა ინფექცია ან რაღაცა ასეთნაირად თქვენებური გამოცდილებით რომ ასეთი კონტინგენტი რო იზრდება თქვენ მოახსენეთ მაგრამ ის რომ სახელმწიფოს მხრიდან უნდა ეცადოს რომ იქაური ახალგაზრდა იქ დარჩეს და თავის ხალხს მოუყაროს თავი მარტო ბიზნესი მიწის მოქმე გასაგებია, მაგრამ ტერიტორია იმდენად პატარაა, დასაბრუნებელია პოლიტიკურად, ბევრი საქმე აქვს სახელმწიფოს გასაკეთებელი, მაგრამ პროფესიონალიზმი ყველა დარგში
თქვენ როგორ ფიქრობთ განათლების სისტემაში ჯანმრთელობის იცით რა პოლიტიკოსებს უნდა მივცეთ თავისი არეალი პროფესიონალებმა თავისი საქმე უნდა აკეთონ და ასე ერთმანეთის გვერდში დგომით ნამდვილად გაკეთდება ის დიდი საქმე რომელსაც კეთილდღეობა ქვია და ზუსტად მაგით დავიწყეთ ჩვენი გადაცემა. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენ ქალბატონო მარინა, იმიტომ რომ ყოველთვის თქვენი გადაცემის საერთოდ ხიბლი არის იმაში, რომ თქვენ საზოგადოებასთან ხართ ახლოს და მათ მიაწვდით ამ თქვენს გამოცდილებას და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ამით ჩვენ ვამთავრებთ ჩვენ გადაცემას, ვფიქრობ რომ რაც კი შეიძლებოდა რა კითხვებიც იყო ჩვენ ყველაფერს უპასუხა ქალბატონ მარინამ თქვა გაანათლა და დანარჩენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე რომელსაც ქვია გაძლიერება სისტემის ეს უკვე ჩვენს პოლიტიკაზეა და ჩვენ პოლიტიკოსებს და რიცით ნამდვილად მჯერა ხვალინდელი დღე საქართველოს იქნება ძლიერი და ისე როგორც ყოველთვის ამაყი რომ იყო ყველგან ნუ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი საშუალო ფენა შესუსტდეს. ნახვამდის დიდი მადლობა მოსმენისათვის და ჯანმრთელად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ქალბატონო მარინა. ფიქრობ რომ ძალიან გამოვიდა კარგი და მართლაც გაძლიერდება ნორმალური თქვენი ხო კი ნამდვილად თქვენი